კვერცხის გაიაფებაზე ორიენტირებული ბიზინა ივანიშვილის გეოგრაფიის მასწავლებელი ჭორბილაში ალბათ ცოცხალი აღარ არის ღმერთმა აცხონოს, მაგრამ ირაკლი კობახიძის გეოგრაფიის მასწავლებელი ან შალვა პაპუაშვილისა ან მიხეილ ყაველაშვილისა ალბათ ცოცხალია და მითხარით ერთი ხომ არ იცით რა გვარია, დამილინკეთ, მომწერეთ, როგორღაც შემატყობინეთ. ამ ქალბატონმა ან ვაჟბატონმა პატივისცემას ვუდასტურებ, რა საკვირველია. როგორ ასწავლა თუ არა საერთოდ და თუ ასწავლა, როგორ ასწავლა, რამდენი კილომეტრია საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ირანის სახელმწიფო საზღვრამდე მინიმუმ. კვერცხის გაიაფებაზე რო გველაპარაკებიან ესენი, აგრეთვე იმედს რომ გადაეფარნენ, აგრეთვე რეპრესიებს რომ აწყობენ, აგრეთვე რუსულ კანონზე რომ იღებენ ტროტუარზე უკაცრავად დგომისათვის რომ იჭერენ მოქალაქეებს, Facebook პოსტებისათვის რომ იჭერენ მოქალაქეებს. აი, მიპასუხონ, გთხოვთ, რამდენი კილომეტრია საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ირანის სახელმწიფო საზღვრამდე. ერთ-ერთ ვიდეო ბლოგში, რომელიც აიტვირთება, ახლა ვთქვი 20,250 თუ 370 ლტოლვილი რომ მოგვადგეს სომხეთის გავლით სახელმწიფო საზღვარზე, მაგალითად სადახლოში. ესენი მზად არიან მესმის რომ კვერცხის ფასი არის პრიორიტეტი, მნიშვნელოვანი, მესმის რომ უფრო მნიშვნელოვანია იმედის გადარჩენა. რიგითი კობახიძე იმედის გადარჩენაზე ფიქრობს. ბიზინა ივანიშვილი ფიქრობს, თორე კობახიძე ამ ჩალისფასიანი კაცის, კობახიძის ამ ჩალისფასიანი კაცის აზრები და მოსაზრებები ვის რა ჯანდაბად უნდა, მაგრამ კითხვა მაქვს მართლა ხალხო. ჩვენ ხომ არ გონიათ რომ, ან ჩვენ ხომ არ გვგონია რომ პატარა უმნიშვნელო პროცესები მიმდინარეობს ზოგადად მსოფლიოში და კონკრეტულად რეგიონში. რეგიონი იცვლება, შეერთებული შტატები საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს ატარებს, ან ხორციელებს ამ რეგიონში. და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რუსეთის მონა, ყმა, რეალურად ყველაფერთან ერთად არის არაადეკვატური. ის ანგრევს ამ ქვეყანას, რეალურად ანგრევს.